მას შემდეგ, რაც გერმანია ისტორიულად სრული შემოbrunება მოახდინა და გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ისრაელის, მიუნხენში ახალი ჰოლოკოსტის საგანმანათლებლო ცენტრი იგეგმება. 2023 წელს იად ვაშემის მიერ წამოწყებულ ინიციატივას მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა. ეხლა იერუსალიმიდან გვერდება იად ვაშემის თავმჯდომარე დანი დაიანი. გამარჯობა და მადლობა რომ აქ ხართ. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად აღსანიშნავი სიტუაცია აქ. ეს აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. გაგვიხსენით, რატომ იყო ეს იად ვაშემის მნიშვნელოვანი ინიციატივა და რამდენ ხანს მუშაობდით მასზე, სანამ 2023 წელს წარადგენდით. ჩვენ იდეა აქ დიდი ხნის განმავლობაში ტრიალებდა. მაგრამ 2023 წლის იანვარში ბერლინში ვიზიტისას ეს იდეა ორ პიროვნებას შევთავაზე. მაშინდელ კანცლერ ოლაფ შოლცს და მაშინდელ ოპოზიციის ლიდერ ფრიდრიხ მერცს. ორივემ ეს იდეა ასფრთოვანებით მიიღო, უნდა ვთქვა. ასე რომ, როდესაც ბატონმა მერცმა ბატონი შოლცი კანცლერის პოსტზე შეცვალა, გადასვლა შეუფერხებლად მოხდა. ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დაუთმეთ საფუძვლიანი განხორციელებადობის კვლევას. ჩვენ რამდენიმე შესაძლო ადგილმდებარეობა განვიხილეთ, რადგან თავიდანვე საკმაოდ ნათელი იყო, რომ ეს ბერლინში არ იქნებოდა, სადაც უკვე საკმარისი ჰოლოკოსტის მემორიალური ინსტიტუტებია. და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ეს მიუნხენში, ბავარიაში განთავსებულიყო, ხოლო მისი განყოფილება ლაიფციგში, საქსონიაში. საინტერესოა, ეხლა იცით, თქვენ ხვდებით ბევრ გერმანელს, რომლებიც იმ ადამიანების შვილთაშვილები არიან, ვინც ეს საშინელებები ჩაიდინა. და მართლა გძნობ, რომ ახალგაზრდები სულ მცირე, ჩემი გამოცდილებით, იცით, ცხვენიათ თავიანთი წინაპრების. ღებულობენ ისინი გერმანიაში ებრაულ განათლებას ამ საკითხზე. და ეს ყველასთვისაა განკუთვნილი. თუ ძირითადად, იცით, გერმანიაში მცხოვრები ადგილობრივებისთვის. კარგი, ცხადია ეს ჰოლოკოსტის ებრაულ პერსპექტივას მიიტანს დამნაშავეთა ქვეყანაში და ამისთვის მარტივი გზა არ არსებობს. იად ვაშემი არის ჰოლოკოსტის ინსტიტუტი, რომელიც მსხვერპლებს წარმოადგენს, ხოლო გერმანია არის დამნაშავეთა ქვეყანა. მაგრამ, იცით, თქვენ საუბრობდით დიდი ბაბუებზე, ან დიდი ბაბუებზე. ნიშნულოვანია ჩემთვის თქვა და ამას ყოველთვის უსვამ ხაზს გერმანიის ხელისუფლებასაც, რომ დღეს გერმანია მრავალეთნიკური, მრავალკულტურული საზოგადოებაა. მაგრამ გერმანიის მოქალაქეობასთან ერთად უნდა მოხვებოდეს ღირებულებათა სისტემა, ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და ცოდნა. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, სად იყო თქვენი ბაბუა მეორე მსოფლიო ომის დროს, შუას პერიოდში, მიუნხენის ცენტრი, იცხაკ რაბინის ცენტრი მიუნხენში და მისი გაფართოება ლაიფციგში მოემსახურება მთლიანად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას და ალბათ მეზობელ ქვეყნებსაც. ის სპეციალურად იქნება შექმნილი სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მოსწავლეებისთვის, საშუალო სკოლისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, მაგრამ ასევე გერმანიაში ფართო საზოგადოებისთვისაც. ეხლა ესევე, როგორც იცით, გადარჩენილთა რაოდენობა, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია, სულ უფრო მცირდება. ესეც ნაწილია იმისა, რომ დარჩენილი ჰოლოკოსტის გადარჩენილები მიიღებენ მონაწილეობას ან მოვლენ და გამართავენ გამოსვლებს. ეს არის ერთ-ერთი მიზანი საგანმანათლებლო ცენტრის. არა, აუცილებლად არა. იცით, სამწუხაროდ, მაგრამ გარდაუვალია, რომ რამდენიმე წელიწადში, არ ვიცი ზუსტად რამდენში, მაგრამ ჩვენ თაობათა გზა გასაყარზე ვიმყოფებით. ბავშვები, რომლებიც დღეს იბადებიან, ალბათ აღარასოდეს ექნებათ ის პრივილეგია, რაც ჩვენ გვქონდა, გადარჩენილის მოსმენა. ამიტომ პირიქით ვიტყოდი, ეს არის მომზადება იმ ეპოქისთვის, როდესაც მოწმეები აღარ იქნებიან და ჩვენ უკვე ამ ზღურბლზე ვდგავართ. ეს იქნება ერთ-ერთი გზა, რომლითაც გვინდა, რომ ახალგაზრდა თაობებთან ჩართულობა შევქმნათ, რომლებსაც აღარ ექნებათ გადარჩენილის მოსმენის პრივილეგია. გადარჩენილის მოსმენა იყო ის გამსაზღვრელი გამოცდილება, რომელიც ჩვენ ყველას ჰქონდა ჰოლოკოსტის შესახებ ცოდნის შეძენისას. ეს გავს ხიდზე დგომას, რომლის ერთი ბოლო ჩვენს წინ არის, ხოლო მეორე ბოლო აუშვიცში. ზუსტად ამ ჩართულობას ვერაფერი ჩაანაცვლებს. მაგრამ ახალ საგანმანათლებლო ცენტრში, ისევე როგორც აქ იად ვაშემში, იერუსალიმში, ჩვენ პოულობთ გზებს, რომ მივიდეთ. დავანაზღაუროთ გადარჩენილებთან შეხვედრის პრივილეგიის ნაკლებობა.
და იცით კიდევ ერთი ბოლო რამ, რაზეც მინდა ვისაუბრო, გულისხმობ, ეს უკუშედეგის გარეშე არ არის. ყოფილან ადამიანები, რომლებმაც გააკრიტიკეს ეს, თქვეს, რომ ამ ინიციატივას ვერ გააცალკევებ მთავრობისგან, იცით ეს მედიასთანაც გამოითქვა, რას უპასუხებდით ამას? ეს გარკვეულწილად უცოდინარობას აჩვენებს. იადვაშემი არ არის ისრაელის მთავრობის სააგენტო, ეს არის სახელმწიფოს სააგენტო, მაგრამ არა მთავრობის. მე ვიტყოდი, რომ ეს უფრო ებრაელი ხალხის სააგენტოა, ვიდრე მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოსი. ჩვენ სრულიად დამოუკიდებელი ინსტიტუტი ვართ. ჩვენ არ ვილევთ მითითებებს, ბრძანებებს ან პოლიტიკურ ინსტრუქციებს მთავრობისგან. ჩვენ 100%-ით ერთგულნი ვართ ისტორიული სიზუსტის, ჰოლოკოსტის ისტორიულად ზუსტი გახსენების მიმართ. და ყოფილა უამრავი, უთვალავი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკაში განსხვავებები იყო იათო იად ვაშემსა და ისრაელის მთავრობას შორის. როდესაც ჩვენ შორის არსებობს განსხვავება, მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს საჭიროებებს ან პოლიტიკასა და ისტორიულ სიზუსტეს შორის, ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ისტორიული სიზუსტის მხარეს. კარგი, დიდი მადლობა დანი დაიანი, იად ვაშემის თავმჯდომარე. მადლობთ.